ცხოვრება თავშესაფრის გარეშე, რატომ ვერ მოხვდა სტიქი დაზარალებულთა სიაში მარტოხელად პენსიონერი და რაც სახის დახმარებას გაუწევს ხელისუფლება უსახკაროდ დარჩენილ ხანდაზმულს. უკვე 5 თვეა მარტოხელა ქალბატონი დახმარების მოლოდინშია, როგორც დაზარალებული ამბობს, დიდთოვლობის გამო დანგრეული სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. ნახეთ რეპორტაჟი მაღალმთიანეთიდან. უკვე მეხუთე თვეა დაბახულოში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი თავს ახლო ნათესავებსა და მეზობლებს აფარებს. სახლის ზამთარში დიდთოვლობის შედეგად დაენგრა. თინა ცეცხლაძე ამბობს, რომ ბარაკული ტიპის ავარიული სახლი საცხოვრებლად საშიში იყო, რის გამოც ნათესავებთან წასვლა ამჯობინა. დაბრუნებულს კი ასეთი ვითარება დახვდა. ფულოს გამგებელს უცხარი ჩემი მდგომარეობა, ხო და მითხრა დაგეხმარებით 2 დღეში და მოაწერ 5 თვე და რეაგირება არ გააკეთეს. სად წერდეს, სად ვიცხოვრობ. მარტოხელა ქალბატონი ახლა თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. სახლის ჩამონგრევის შემდეგ უამინდობამ მას საოჯახო ნივთებიც გაუნადგურა. ახლობლები თინა ცეცხლაძის გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. დღესდღეობის იგი ხან ნათესავებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან ათევს ღამეს, მაგრამ მდგომარეობა არის ასეთი, ის ქალბატონი არის ასაკიანი პენსიონერი ქალბატონი, სადაც ძნელია გაძლება სხვაგან სხვის ოჯახში, სვის გარემოში ყოფნა. ამიტომ ვთხოვთ სათანადო ორგანოებს, ვისაც ეხება, ვინც ხედავს, ვინც უყურებს, რომ სათანადო ზომები მიიღონ და რაღაცა დახმარება გაუწიონ. თინა ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ უკვე შეისწავლა. როგორც კომისიის წევრი მევლუდ წულუკიძე აცხადებს, დიდთოვლობამ დაბაში კიდევ 4 საცხოვრებელი სახლი და 20-მდე დამხმარე ნაგებობა დაანგრია. კომისიამ დასკვნა თითოეულ ოჯახზე მოამზადა და შემდგომი რეაგირებისთვის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. კომისია გავედით, ვნახეთ, აუზომეთ და შევამოწმეთ და კომისია შეერობს მაგ საკითხებზე და მიდის განხილვა მაგ ოჯახის თაობაზე და როცა მოხდება რეაგირება, გაკეთდება ხარჯი დაღრიცხვა, ჩვენ გავაკეთებთ საბუთებს და გადავაგზავნით ჯანდაცვის სამინისტროში. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების 9 პროგრამა მოქმედებს, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის. თინა ცეცხლაძე კი ამ კატეგორიაში არ შედის. რადგან მეწყერი არა და აქედან გამომდინარე, ჩვენ შუამდგომლობას ვერ უკეთებთ ჯანდაცვის სამინისტროში. შუამდგომლობას უკეთებთ დახმარებაზე, რომ მასალა გამოიტანოს, შეიძინოს და თუ შეიძლება გააკეთოს საცხოვრებელი სახლი. როდის აღმოუჩენს დახმარებას მარტოხელა ქალბატონს ადგილობრივი გამგეობა ჯერ უცნობია. მანამდე კი კვლავ ნათესავების იმედად ყოფნა მოუწევს.